ვერცხლის საუკეთესო გამტარია, მაგრამ ელექტრონიკაში ყველაზე ხშირად ოქროს იყენებენ. სალამი ინჟინერიის მოყვარულებო. დღეს ერთ საიდუმლოს გავხსნით, რომელიც ბევრ ადამიანს აინტერესებს. თუ ვერცხლი ელექტროენერგიის საუკეთესო გამტარია, რატომ არის ოქრო ელექტრონიკის ფავორიტი? და თითქმის ყველა ჩვენს მოწყობილობაში გვხვდება, ჩვენგან ბევრმა სკოლაში ისწავლა, რომ ზოგიერთი მასალა ელექტროენერგიას სხვებზე უკეთ ატარებს, მაგრამ რა ხდის მასალას კარგ გამტარს? ძირითადად ელექტრული გამტარი არის მასალა, რომელიც საშუალებას აძლევს ელექტრულ დენს მარტივად გაიაროს მასში. ეს ხდება იმიტომ, რომ მათ ატომებს აქვთ ელექტრონები, რომლებიც მყარად არ არიან მიბული ატომებთან, რაც მათ თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევს. წარმოიდგინე გზა, რომელიც სავსეა მანქანებით. თუ გზა ფართოა და არ აქვს ბარიერები, მანქანები ანუ ელექტრონები სწრაფად და უპრობლემოდ გადაადგილდებიან. ეს სიგანე და ბარიერების არარსებობა იმას ნიშნავს, რასაც ჩვენ დაბალ ელექტრულ წინაღობას ვუწოდებთ. რაც უფრო დაბალია წინაღობა, მით უკეთესია გლიათუნგ. და სწორედ აქ შემოდის ვერცხლი. მას აქვს ატომური სტრუქტურა, რომელიც მას ყველა მეტალს შორის ელექტრული გამტარობის უეჭველ ჩემპიონად აქცევს. მისი ვალენტური ელექტრონები ძალიან თავისუფალია, რაც ქმნის ელექტრონების ზღვას, რომელიც მინიმალური ძალისხმევით გადაადგილდება. თუ სხვადასხვა მასალის ელექტრულ გამტარობას გავზომავთ, ვერცხლის სიაში პირველ ადგილზე იქნება. ის აჭარბებს თუნდაც სპილენძსა და ოქროს. ეს თეორიულად მას იდეალურ არჩევანად აქცევს ნებისმიერი გამოყენებისთვის, სადაც საჭიროა დენის გადატანის მაღალი ეფექტურობა. მაგრამ თუ ვერცხლი ესეთი კარგია, რატომ არ ვხედავთ მას ყველგან ელექტრონიკაში? ან კიდევ უკეთ, რატომ არ გვაქვს ვერცხლის კაბელები ჩვენს სახლებში, ან ვერცხლის კონტაქტები ჩვენს მობილურებში? ამ კითხვაზე პასუხი არ არის მის საწყის გამტარობაში, არამედ მის გამძლეობასა და სტაბილურობაში დროთა განმავლობაში. ვერცხლს აქვს დიდი სისუსტე, აკილესის ქუსლი, ის ადვილად იჟანგება და ბნელდება. გახსოვთ ის ვერცხლის სამკაულები, რომლებიც დროთა განმავლობაში ბნელდება? ეს არის დაჟანგვა. უფრო კონკრეტულად კი, ვერცხლის სულფიდის წარმოქმნა ზედაპირზე, რაც ვერცხლის რეაქციის შედეგია. ჰაერში არსებული გოგირდის ნაერთებთან რეაქციის შედეგად ვერცხლის სულფიდის ეს ფენა ძალიან ცუდი გამტარია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი გზა, რომელიც იდეალურია ელექტრონებისთვის, ყოველდღიურად სავსე ხდება ორმოებითა და ქვებით, რაც ართულებს მოძრაობას, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი საყვარელი ქვეყნის ქუჩებში. ელექტრული კონტაქტი, რომელიც სუფთა ვერცხლის შემთხვევაში თავიდან შესანიშნავად მუშაობს, სწრაფად უარესდება, როდესაც ეს სულფიდის ფენა წარმოიქმნება, იზრდება წინააღმდეგობა და საბოლოოდ კონტაქტი ვერ ატარებს დენს. სულფიდის ფენის წარმოქმნის გარდა, ვერცხლი ასევე უფრო მგზნობიარია ელექტროლიტური კოროზიის მიმართ. ტენიან გარემოში, გარკვეულ ელექტრონული დენისისა და ტენიანობის პირობებში, ვერცხლის იონები შეიძლება გადაადგილდნენ და ელექტრონულ კომპონენტებში არასასურველი გამტარი ხიდები შექმნან, რაც მოკლე ჩართვებს იწვევს. თანამედროვე ელექტრონიკისთვის, რომელიც უმაღლეს საიმედოობასა და მინიატურიზაციას მოითხოვს. ეს თვისება ვერცხლს უმეტეს კრიტიკულ კონტაქტებსა და შეერთებებში გამოუსადეგარს ხდის, მიუხედავად მისი შესანიშნავი საწყისი გამტარობისა. მაგრამ თუ ვერცხლს ასეთი სირთულეები აქვს, რა განსაკუთრებული თვისება აქვს ოქროს, რომ სწორედ ის შეირჩევა ელექტრონიკისთვის? მიუხედავად იმისა, რომ ოქრო ოდნავ ნაკლებად გამტარია და ბევრად ძვირი ღირს, მისი მთავარი უპირატესობა მდგომარეობს თვისებაში, რომელსაც ქიმიური ინერტულობა ეწოდება. ოქრო უმაღლესი ხარისხის კეთილშობილი მეტალია, რაც ნიშნავს, რომ ის უკიდურესად მდგრადია კოროზიისა და ჟანგვის მიმართ. ვერცხლისგან განსხვავებით, ოქრო არ რეაგირებს ჰაერის ჟანგბადთან, უმეტესობას მჟავებთან და გოგირდის ნაერთებთან. ის უბრალოდ რჩება მბრწყინავი და გამტარი, პრაქტიკულად უცვლელი ათწლეულების განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რომ ელექტრონების გზა ისეთი მასალისგან არის გაკეთებული, რომელიც არასდროს ფუჭდება, არ აქვს მნიშვნელობა დროს ან ამინდის პირობებს. ის რჩება გლუვი და იდეალური ელექტრონების მოძრაობისთვის უსასრულოდ. ეს კოროზიის მიმართ მდგრადობა ელექტრონული კომპონენტების გამძლეობისთვის უმნიშვნელოვანესია. მაგალითად, ოქროთი დაფარული კონექტორები უზრუნველყოფს, რომ ელექტრული კავშირი იყოს სტაბილური და დაბალი წინააღმდეგობის მქონე მოწყობილობის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ მოწყობილობების ტობებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, როგორიცაა მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ვიდეო თამაშების კონსოლები და განსაკუთრებით კრიტიკული დანიშნულების აპარატურაში, როგორიცაა ავიონიკა, სამედიცინო და კოსმოსური მოწყობილობები, სადაც კავშირის წარუმატებლობას კატასტროფული შედეგები შეიძლება მოხვდეს. ქიმიური სტაბილურობის გარდა, ოქრო ასევე უკიდურესად ჭედადი და წელვადია.
ეს ნიშნავს, რომ ის შეიძლება გადაიქცეს წარმოუდგენლად თხელ მავთულებად, ან გადაიშალოს ძალიან თხელ ფენებად, რაც აუცილებელია მინიატურული კომპონენტების, მაგალითად მიკროპროცესორების წარმოებისთვის. მაგრამ მოიცადე, ოქრო კეთილშობილი ლითონია, ის ხომ ვერცხლზე ბევრად ძვირია. დიახ, ოქრო ვერცხლსა და სპილენძზე ძვირია. თუმცა, ელექტრონიკაში ის გამოიყენება უმცირეს რაოდენობებში. როცა ვსაუბრობთ ოქროს დაფარვაზე, კონექტორებში ან მიკროსქემის ბილიკებზე ჩვენ გულისხმობთ მიკრონების სისქის ფენებს, რაც მილიმეტრის ფრაქციებია. მაგალითად, smartphone-ში ოქროს რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიგრამია. ამ კომპონენტებში ოქროს საერთო ღირებულება, მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელო არ არის, გამართლებულია იმ საიმედოობითა და შეუდარებელი მუშაობით, რასაც ის უზრუნველყოფს მაღალ ტექნოლოგიურ გამოყენებებში. მცირე ეკონომია, რომელიც მიიღება დაბალი ხარისხის მასალის გამოყენებით, ვერ აანაზღაურებს გაუმართავობის რისკს ან ხშირი შეცვლის აუცილებლობას. ხარჯებისა და სარგებლის თანაფარდობა, თუ გავითვალისწინებთ განძლეობასა და მუშაობას, ძლიერად იხლება ოქროს სასარგებლოდ. მაგრამ სად ანათებს ოქრო ნამდვილად? ელექტრონიკაში თქვენ მას თითქმის ყველა მნიშვნელოვან შეერთებაში ნახავთ. პროცესორებისა და ოპერატიული მეხსიერების პინები მოოქროვილია, რათა უზრუნველყოფილ იქნას სწრაფი და უშეცდომო კომუნიკაცია დედაპლატასთან. USB და სხვა მაღალი სიჩქარის მონაცემთა კაბელების შიდა კონტაქტებიც ასევე იყენებენ ოქროს, რათა შიდა სიგნალის მთლიანობა შენარჩუნდეს. ნახევარგამტარ ჩიპებში ულტრათხელი ოქროს მავთულები გამოიყენება სილიკონის ჩიპსა და კორპუსის პინებს შორის კავშირის შესაქმნელად. ტექნიკა, რომელიც ცნობილია როგორც wire bonding-ი. ოქროს უნარი არ დაიჟანგოს. უზრუნველყოფს იმას, რომ ეს მილიონობით კავშირი ჩვენს მოწყობილობებში წლების განმავლობაში შეუფერხებლად მუშაობს. მაშ, რომელ სიტუაციებში ბწყინავს თითოეული ეს მეტალი? სპილენძი, როგორც შესანიშნავი გამტარი და ბევრად უფრო იაფი, არის მეფე ზოგადი გაყვანილობის, ენერგიის კაბელებისა და უმეტესობა ბეჭდური სქემების შიდა ხაზების. მისი გამტარობა საკმარისად მაღალია უმეტესობისთვის გამოყენებებში, ხოლო მისი ფასი მას შესაძლებელს ხდის დიდი რაოდენობისთვის. ვერცხლი გამოიყენება ძალიან სპეციფიკურ გამოყენებებში, სადაც მისი უმაღლესი გამტარობა აბსოლუტურად კრიტიკულია და სადაც მისი ეფექტურად დაცვა შესაძლებელია. როგორც ზოგიერთი მაღალი დემის ღილაკის კონტაქტებში ან გარკვეულ ანტენებში, მაგრამ ყოველთვის სიფრთხილით. ჟანგვა. ხოლო ოქრო შეუცვლელია იქ, სადაც სანდოობა, დაბალი საკონტაქტო წინააღმდეგობა და კოროზიის მიმართ მდგრადობა უმთავრესი ფაქტორებია. უზრუნველყოფს, რომ ჩვენი მოწყობილობები ხანგრძლივად და უშეცდომოდ იმუშაოს. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ არ ხარ გამოწევილი, დაალაიქე და ჩართე შეტყობინებების ზარი. თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, განიხილე წევრად გახტომა, რათა დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში. თუ გაინტერესებს, რომელი კურსებს გირჩევთ, გამოიხენე აქ გვერდზე მოცემული QR კოდი ან ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმული, რომ მიიღო წვდომა მრავალ შესაძლებლობაზე, რათა განიმითარო სხვადასხვა უნარები, რომლებიც შენს კარიერაში განსხვავებას შექმნის. და ოდესმე დაფიქრებულ ხარ ამ განსხვავებაზე მეტალებს შორის ელექტრონიკაში. ეხლა ხვდები, რატომ არის ასეთი ძვირადღირებული მეტალი შენს მობილურში. კომენტარებში დაწერე, რას ფიქრობ ამ ახსნაზე და იცოდი თუ არა ეს უკვე. გვერდზე არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. და თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, ჩართე ზარი შეტყობინება და დაფიქრდი არხის წევრობასაც. ეს იყო ყველაფერი, ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოგითხრა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.